დღეს გახდოთ რაც მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ჩვენი სტუმარი და მე მართა მახარებს ნიკა რომ სწორედ დღეს საღამოს პირზე ფაიმე ის შენი მოსამართლეა აი ბჭიმაზე რა ხვიეთ ყემაზე ზიდა ბალსაჭავს გაგებაში არა პოლიტიკაში და არც კონსტიტუცია აქვს მაგუბედურს წაკითხული როგორ შეიძლება დღე და ღამეებით რეგლამენტირება საერთოდ საგიჟეტია საბჭოთა საქართველოს და ნიკა რა მინდა გითხრა იცი ახლა ანუ მართა უცნაურობასთან აქვს საქმე რაც გუშინ ინფორმაციები გადმოიფინა კოშმარია იცი ნიკა ეს არის ძალიან საშიში და საფრთხის შემცველია ყველაფერი თუ ესეთი ლექსიკით საუბრობენ ესე ვთქვათ ქვეყნის მმართველები თუ ესეთი რაღაცა ბნელეთის მოციქულობაა თუ რაღაცა იცი ნიკა მართაგევნები შეშფოთებული ვარ რაც ეს ორი დღე ხდება თან დღეს ვითომ გულმოწყალება გაიღეს და 99 წლის 31 დეკემბრამდე გაცრით ამათვა რეალური ბიზნესი არ იციან ის ხალი როა ეს აგვარია ეს ქიტიშვილი ნუ აი უპასუხისმგებლობა და აბუჩა დაგდება აუდიტორიის არ შეიძლება ეს ორთვე ნახევარი და რაღაც დეკადებით და რაღაცით კაცი მოთხარეს ფაქტიურად იცი რომ აი რაღაც საშინელება გაუკეთეს ამ იმას რა ქვია მამუკა ხაზარაძეს მე მინდა ახლა ზოგიერთებს შევახსენო ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი არ დაუმთავრებია მამუკა ხაზარაძე ჩემ მეგობარი ნამდვილად არ არის ერთხელა ვარ შენახვედრი მასთან ესე შინაურულად და მართა არ არის ჩემი მეგობარი მაგრამ ხარვარდი აქვს დამთავრებული ეს ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი არ აქვს დამთავრებული ან ეს მამუკა თუ ვანოს იმას რაები უთქვია ჩხარტიშვილს რომ დამთავრებული არ არის დამთავრებული მაგის საქმე და სხვათა შორის ვაშკაცური რაღაცა გააკეთა გუშინ მან აი ყველაფერი ამოაყირავა და ეს შოკის მონგრელი სიმართლე იყო და საერთოდ შოკის მონგრელია რას და დღევანდელ საბჭოთა საქართველოში ხდება და შენეული აი თუნდაც შე როგორ გექცეოდა ეს თადუმაძე საერთოდ ყემაზე ზის რა აი რა სისულელეები ელაპარაკა სხვათა შორის ეს ილუსტრაცია ხდება ამ მოსამართლეების კანდიდატების პარადიროა ვალერი კარგად იყოს და ნიკა შენ მინდა კითხო ვალერი გუფაზე არა მაგას ვიშობას სპაჩოს ხვალ მეგონი ნიკა არ არის ახშირად სპაჩოს არა აი ახლა შენ მე მითხარი შენ როგორ აფასე უსმენ თქვენთან სტუმრად ოდესას მოდიან მე პირადად როგორც მსმენელი დავაფიქსირებ ბატონო და ამიჯერე სხვათა შორის სხვაებიც არის რა თქმა უნდა ნახეთ რამდენი უყურებს მაგას ნახონ ამ ბედნიერებას ულახტელად გეუბნებით ეხლა როგორ მთელი თავრობა უყურებს ბიჭო და მე ვიცი რა ძალიან ყველაზე უყურებადი ეს ადამიანები არიან დღეში ორჯერ მათი მოწვევის შესაძლებლობა იყოს ჩემს აზრით ორჯერაც უნდა მოიწვიოთ თქო ულახტელად გეუბნებით სხვათა შორის რა არის იცი აი პირველად შენზე მან ილაპარაკა რომ კონსტიტუციას არ ყვევს ეს უბედური მოსამართლეობა კონსტიტუციას გადააბიჭავა შენ კონსტიტუციის მონიჭებული უფლებები შეგიჭრა არ ქონდა იმ მოსამართლეს უბედურს რავი გეტყვი მაგრამ ერთი და იგივე შეცდომას ვუშვებთ ოდესაც ჩვენ კონსტიტუციას მოვიშველიებთ კონსტიტუციური ნორმების დარღვევას მოვიშველიებთ ამა თუ იმ საკითხზე საუბრისას და რატო გონია შეცდომა ვინაიდან ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში არ არსებობს არც ერთი ადამიანი ვინც ოდნავ მაინც იოტის ოდენა პატივისცემას იჩენს კონსტიტუციის მიმართ ეს ფაქტია როგორც პროკურატურა არ არსებობს ბატონო დავით არც მე ვთქვი თადუმაძეები დღეს რაღაც ხდება გავრცელა ეხლა ხაზარაძეზე პროკურატურამ არანაირი სამართლებრივი შემადგენელი ამ განცხადებას არ აქვს უბრალოდ ეხლა ვინც არ ვიცით მაყურებლების გასაგონად მინდა თქვა სულ რამდენი 1 საათის წინ პროკურატურამ უბრალოდ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება პოლიტიკური ხასიათის განცხადება სადაც ამბობს შემდეგს რომ თითქოს დაქირავებული ჩვენს მიერ ექსპერტებმა საერთაშორისო რაღაც ექსპერტთა კლუბმა დადო დასკვნა და ამ დასკვნით ამბობენ შემდეგს რომ ჩვენი ბრალდება არის დადასტურებული საერთაშორისო ექსპერტების მიერო რეალურად განაჩენი გამოუტანეს დღეს ხაზარაძე ჯაფარიძეს და ამით ამბობენ შემდეგს ასევე რომ ფულის გათეთრებაში არათუ ეჭვიტანილი არიან არათუ ბრალდებულები არიან უბრალოდ პრაქტიკულად მჟავდებულებად აქციეს და ვინ არის ეს ექსპერტთა კლუბი ორი ადამიანის ხელმოწერა აქვს ერთი ისრაელის ყოფილი გენერალური პროკურორი ან მთავარი პროკურორი და კიდე მეორე რომელიღაც ექსპერტი ამერიკის მოქალაქე ვინც 2014 წელს ყავდა ჩამოყალილი გახსოვთ პროკურატურამ რო გვამცნო ექსპერტები და პროკურორები ჩამოყალили საზღვარგარეთიდან მაშინ იყვნენ 4 მოშედა ვიღაც 4 იყვნენ ამ 4-დან 2-მა მოაწერა ხელი მხოლოდ ამ განცხადებას რომელიც ეხლა თადუმაძემ გაავრცელა თადუმაძე ხახნო არა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არამედ საქართველოს არაფორმალური მმართველის იურისტმა ბატონმა თადუმაძემ გაავრცელებიეს განცხადება და ხელი მოაწერეს ამ ორ ადამიანს, რომელსაც დიდ ფულს უხდიან. ყველაფერს მოაწერს ის ორი ადამიანი ხელს. რას გავს ეს ვითარება? ჩემის აზრით გავს შემდეგს. ცდილობს ივანიშვილი ეხა თავდაცვითი პოზიდან გამოძრეს, უბრალოდ მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდა ყველა მიმართულებით ამ შემთხვევაში ხაზარაძის მხრიდან გუშინ გაჟღერებულმა კიცებულებით გამყარებულმა ბრალდებამ ძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ვინ და ივანიშვილი და დღეს შეუტია იქით. ანუ ერთ-ერთი ცდილობს ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული ილეთით გაუსწორდეს ახლა ხაზარაძეს. რას გულისხმობ? ოქრუაშვილი რისთვის ყავს ხალხო? დღეს ჩვენ ციხეში ხო? პოლიტიკური განცხადების გამო. და როგორც კი ოქრუაშვილმა მას შემდეგ შეუტია ივანიშვილს სხვადასხვა ფრონტით, ხო? სხვადასხვა თემები გახადა აქტუალური, რომელიც უკავშირდებოდა ივანიშვილს, გამოაწყვია ციხეში. და აკა თქვენ ერთ-ერთიც მინდა ვისაგებო და ყველა პოლიტიკურ პატიმარს, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილს, თუ კი ისინი ახლა ჩვენ ციხეში ვიყურებენ, მინდა მოკითხვა გადავცე, გაუძელით, ბევრი დრო არ დაგჭა თქვენ იყოთ იქ, სადაც ნამდვილად არ უნდა იყოთ, თავარი არის მხნეობა, გამძლეობა და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ სამართლიანობა იზეიმოს. გამხრეობა ჭირდება ამ ხალხს, ვინაიდან ეს ადამიანები ციხეში არ წასულან რაღაცა საკუთარი მდგომარეობის მოპოვების მცდელობისას, ხო? გეთახმებით, არ წაასწრო ბიზინა ივანიშვილმა. ბიზინა ივანიშვილი ის არის სამაგალითოდ დასაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის. ხო? აი ესეთი ქვეყანა გვაქვს, სადაც ივანიშვილი საკუთარ იურის, რომელსაც თავარი პროკურორი დაარქვა, ავრცელებიებს განცხადებას, იშველიებს რომელიღაცა უცხოელი ადამიანის სახელით და გვარით ხელმოწერილ დოკუმენტს და ამბობს, რომ ხაზარაძე არის მტყვანიო, არ გაგიკვირდეთ, ყველაფერს იზამს ივანიშვილი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი ხაზარაძე დააკავოს. მაფიოზური გაგებით, ხალხო, მოდით რა, თქვენი გადაცემა მე ვარ მაქსიმალურად ლაღი, მაქსიმალურად ასე თქვათ. არ თქვათ ორიც მოსამართლე შეგჭავს. ვძლობ თავს როგორც საკუთარ სახლში. კრიმინალური გაგება აქვს ბატონ ივანიშვილს. არანაირი მართსაჯულება მას არ აინტერესებს, სასაცილოც კი არის ამის ხსენება, მეტიც მორალი არ აქვს ამ ადამიანს, მორალური კატეგორიებით ეს ადამიანი არც კი მსჯელობს და მით უმეტეს არც ცხოვრობს კრიმინალური გაგებით. დღეს ის უსწორდება ხაზარაძეს. და ქონდა ეს პროკურორი. მაგრამ წაგებული თამაშია. წაგებული არა. წაგებული თამაშია. რატომ ვინდა ხაზარაძე ერთ-ერთი იმ არ ვიცი მე 2 მილიონი საქართველოს მოქალაქეთაგანია, რომელიც დღეს უპირისპირდება ივანიშვილს. ზოგი აქტიურად უპირისპირდება, ზოგი პასიურად, მაგრამ ნუ ხა ფაქტია რა, ხა აღარ უნდა ქართულ ხალხს ეს ბატონი მმართველად და ამას გძნობს ივანიშვილი და ცდილობს საკუთარი აი ამ არაკანონიერი გზებით მოგუდოს და მოახჩოს ყველა ოპონენტი, იქნება ეს მედია სფერო, იქნება ეს ავიცი ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი. არ გამოვა, არ ვიცი მე. არ გამოვა კი არა, უფრო სწრაფად გაითხრის პოლიტიკოს ამარეს, რა თუნდა არ გვინახავს. მოდი, მაშინ ჩემონიკა მიკრო ლექცია მინდა ჩაუტარო საბჭოთა იმის საქართველოს ბელადებს, ტომის ბელადებს და გიჟებს, გადარეულებს და უცნაურებს და ყველაზე გიჟები და გადარეულები ხართ პროკურატურაში. აი რა უფლება გაქვთ თქვენ რომ ესეთ განცხადებებს აკეთებ და რა არის თვითონ ვერ ხვდები ვინც ეს განცხადება გააკეთა თავს იმარხავს. ერთ დეტალს მოგიყვები რა ნიკა და მაყურებლებსაც მინდა მიმართო. ეს ის რა ქვია საფრანგეთის უკანასკნელი იმპერატორი ისა მეფე ბოდიშით 1899 წელს ბასტილიის ომი რატომ მოხდა ეს აღება რატომ მოხდა შტურმი იყო სხვათა შორის ეს მინდა ამას რა ქვია ჩვენს პრემიერ-მინისტრს უთხრა შტურმი იყო მეორე თუ მესამე ბატალიონი იყო იმას რა ქვია 10 თუ 12 ზონა იყო პარიზში და ყველას ყავდა თავისი артиლერია თავისი შეერაღებული ძალები და დაიძრნენ რატომ იცით ნეკერი ყავდა ამ იმას მეფეს ფინანსთა მინისტრი იყო ფაქტიურად და ამ კაცმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ მიმართა მეფეს რომ თქვენი ხარჯებიო მთელი ქვეყნის ბიუჯეტის 25%-ია ანუ სამეფო სახლის შენახვა ძალიან ძვირი უჯდებოდა ფრანგ მოსახლეობას შეამცირეთო არ შეამცირა და ამ კაცმა ადგა და დაბეჭდეს მე არაერთხელ მომიყოლია ნებისმიერი ეკონომისტი ვისაც თუნდაც რაღაცა წაუკითხია ეს ფაქტი არის დოკუმენტი როდესაც აი იმის შემდეგ დადგინდა და საფრანგეთის რევოლუციამ დაადგინა რომ
ვალდებული არის ხელისუფლება თავისი ბიუჯეტი დააფიქსიროს, ანუ ხარჯვითი ნაწილი. სხვა შორის ესე ძალიან საინტერესო არის ეს ისა ჩვენთან ხარჯებს წერენ, მაგრამ გაწერილი არა ზუსტად რაში იხარჯება, ესეც ეშმაკობა არის და ეს როდესაც ეს გაიგო ამ მეფემ ლუდოვიკომ და ეს ნეკერი გაათავისუფლა 23 წელს ლაწირაკი იყო კამილ დემულენი და მან ადგა და კაფეში ისდა ადვოკატებთან ერთად ამის მოთმენა არ შეიძლებაო და ყვირილი დაიწყო ხალხო წავიდეთო ესაო რა ქვია სამეფო ესე თქვა და ძალების სიმბოლოს მივადგეთო და მთელი პარიზი გაყვა და ბასტილია შტურმით აიღეს ნამდვილად შტურმით აიღეს და საღამოს უკვე დანგრეული იყო სულ ის აი 34 პატიმარი 34 იყო კრიმინალური ქურდობისათვის დაკავებულები და დაანგრიეს თქვენ თუ გინდათ რომ ეს მოგივიდე და შეიძლება იცით რომ ამ დღეებში მოგივიდეს რაც ახლა ეს ამ 2 დღის მანძილზე სენსაციები დაფიქსირდა და ბევრი არ აქცევთ ამას ყურადღებას და რაც ამ იმაზე იმ იდიოტურ ბანკზე რომლის მეწილე ჯერ ის იყო მფლობელი იყო ეს კახაკალაძე და მერე ბიძინა და ვიღაცა იდიოტი გავრილო პირდაპირ თქვენა გათეთრებები და გამამაძაღლებები იქა და ჩვეულებრივი ბრალდება კი არ არის ბრალდება უბრალოდ ბრალდებისთვის მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდება ხო ჩვენ რო ხალხი ქართველები ინფანტილურები არა მატერიალური სახით ამის გამო გასაშვებია ყველა ეს მატერიალური სახით ანუ შეეხები ფურცელზე წერია ხო დოკუმენტია დოკუმენტია როგორ თეთრდებოდა ბანკში ფული რომლის ასე თქვა ფლობელები იყვნენ ბიზინა ივანიშვილი და კახიკალაძე ხო კიდე საიდეოლოგით ხრა იმ დროს ეროვნულმა ბანკმა სესკი მისცა ამ ბანკს თეისესკი სულ ვინ გაიტარა გვარები ეს დოკუმენტი ანუ გულისხმობს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ რომელმაც ინახება ეროვნულ ბანკში ვიცი არის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არაფერი არ უნდა სჭირდებოდეს წესდარგი ნორმალური სახელმწიფო რო იყოს გამოიღოს ეხა თაროდან ის დოკუმენტი და დამთავრებულია თქვენ თქვენი ეროვნული ბანკი თქვენ დროს დანიშნული ეროვნული ბანკის მმართველი ხმას რატო არ იღებდა მაშინ სხვა შეიძლება ძალიან გამიხარდება თუ დააფიქსირებ როგორ დაგბლოკეს მაშინ აი ეს ბიჭი რო იყო რა პროკურორი ყოფილი რო ბანკის მმართველი იყო მე აი რო მოხსნა ეს რა გაკოცემა ირის დროს ო გადაგიძეს დროს პროფესიით პროკურორი იყო პროკურატურიდან იყო იქ წასული აი იქ იყო საფინანსო მიმართულებით იყო დამიჯერე პროკურატურისგან იყო წასული არა ხამას ასეთი მნიშვნელობა მაგრამ მე ფაქტს გეუბნები თვითონ არიან აი ჭაობში არიან ჩაფლული ფულის გათეთრებებზე და გასაგებია მაგრამ რომელ პერიოდს ეხებოდა 2013-2014 წელს ხოთა კაცმა არის ეს რა აქტივი ნაკეთები მას შემდეგ და ნუ როცა თვითონ არიან ეგეთები 12 წლის წინანდ ამბავს რომ უთხრია და რა დაჭერა და ის დაჭერა რა გვიყვეს ბატონო რა გავიგეთ გუშინ რა გავიგეთ ახალი რა გავიგეთ ახალი რა შევიტყვეთ რა ცნობები ააფრიალეს ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ მამხილებელი დანაშაულში უბრალოდ ერთი დამატებითი კიდევ საქმე დამოკლეს მახევით დაიგიდა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას თორე ეხა ჩვენ გავიგეთ რეალურად რა ეს ადამიანი ვიცოდით რომ იყო უზურპატორი ეს ადამიანი ვიცოდით რომ არ იყო სახელმწიფოს მიმტაცებელი გამდიდრებული კიდევ უფრო მეტად ხალხის გაღარიბების ხარჯი ასე შემდეგ ხო მაგრამ ახლა გავიგეთ უკვე ყარად რომ ეს ადამიანი თუმე რეცხავდა ფულს და კაცმა არის ის კიდე რამდენი ფულს რეცხავდა ხო და ეხლა იმდენად თავხედ დობას აქვს აღინო იქით საკუთარი იურისტის მეშვეობით რომელიც პროკურატურაში ყავს იქით ედავება შენ გაათეთრეო 10 წესიდან დასაკ და ნიკა მაგას ვეუბნები ამ ბედოლათებს ნეკერის ამბავი მონაგონი იქნება მე გაფრთხილებ თქვენ მე მართა მინდა რომ 20 წლის არჩევნები ჩატარდეს შეიძლება ამ დღეებშიც კი მოხდეს ხალხის გამოსვლა კაც აქვს რა გაჩუმდა რა ეხა გაყალბებული დიპლომი რო აქვს და აქვს ეს ხო ვიცით მაგრამ რამდენად გაყალბებულია სახნო ეხა ერთი და იგივე პერიოდში 94-99 წლებში აღმოჩნდა რომ ორი უნივერსიტეტი დაუმთავრებია ხო ტექნიკური უნივერსიტეტი და ეს რა ქვია რაღაცა ნოდა დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტი სადაც უბრალოდ არც კი ულია და გააყალბა მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში მართაულია ამ ადამიანს იმიტომ ლექტორები გამოშვება ვიცნობდით ამ სტუდენტს 5 წელიწადი მაგრამ რა დაამთავრა სამთო ინჟინერიის ფაკულტეტი და მაგ შეიდერია ხო პროფესია და ის დიპლომი დაკარგა იმიტომ რომ ივანიშვილი უშევდა პროკურორად და რა მაგ შეიდერობა რაში აინტერესებდა ხო არ გამოადგებოდა და ეს დამალა ეს გაყალბებული აღმოაჩინა აი ეს მაგ შეიდერი პროფესიით ადამიანი ემსახურება ვითომა მართსაჯულებას და ასამართლებს პანტაპუტით ამ ხალხს და როდემდე გაგრძელდება ვეღარ გაგრძელდება და ამ დროს რა ხდება ჩემზე კარგად თქვენ ხედავთ ქვეყანაში ხო უმუშევრობის დონე იზრდება
ღარიბი სიგარეტი ისე ზვირდება. სპეციალურად ეთქვევით საუბრობთ ამოვიწერე ხო? შარშანდელ პერიოდთან ზუსტად. შარშანდელ აი ამ წლის თვის პერიოდთან შედარებით რა. ანუ შარშან ოქტომბერში. ძროხის ხორცი არის 18% გაზრდილი ერთ წელიწადში. ფასი. ახლა პური 11% და ყველი 25%, შაქარი 34%, აი ყველაფერი ძირითადად ის საკვები, რომელსაც ყოველდღიურად უნდა მოვიხმარდით, ხო? ასტრონომიულად არის გაზრდილი და 12 წელთან შედარებით, როდესაც რატო ყვები ამას ხახო? მილიარდელი მართველი ქვეყანას. მოევრინა იმისათვის, რომ ოდენავ მაინც შვება ეგზნო გაჭრებულ ადამიანს. შედეგად მე ვიღეთ რომ გაღარიბებული გაღატაკდა. 2012 წლის დეკემბერთან შედარებით ეს არის საქსტატის მონაცემები, ეს მე რაც წავიკითხეთ, ჩემი რაღაცა უბისიგნაკიდან ამოწერილი არ არის. ოფიციალურ, ასე ვთქვათ, ცნობას ვეღნობი. 80-90% გაძვირდა ფასები საკვებზე, სურსათზე. 80-90% 2012 წლის დეკემბერთან შედარებით. ამაზე კი არ საუბრობენ, ხახო? ეკონომიკის საქმეს არ გვაძლევენ ამაზე საუბრის შესაძლებლობას, იმიტომ რომ 24 საათი გინდა არ გინდა ხარ ან რაღაცა საოცარი სკანდალის თემაში გარკვევის პროცესში ან თავდაცვით რეჟიმში ხარ და ცდილობ დაამტკიცო რომ შენ უდანაშაულო ხარ და ხელისუფლება არ იცოდი, მაგრამ მადლობა გყავს რაღაცნაირად უკვე ვახერხებთ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მოსახლეობამდე და ეს სათქმელი მდგომარეობს მთავარი შემდეგში, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ სანამ ბიზნესო ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში და მართვის ადავებთან. ივანიშვილს სხვა გზა აღარ დარჩენია ხახტო. სამწუხაროა რომ რა თქმა უნდა ანაკლიის სპორტი შეჩერდა და ამით რუსულმა ოცნებამ გაიმარჯვა ქართულ ოცნებაზე. ეს არის ფაქტი, მაგრამ ივანიშვილი არის უკვე პრაქტიკულად ტყვე დაყვანილი რუსეთის ფედერაციის მიერ. მის ინტერესებს ემსახურება. არა, მის ინტერესებს ემსახურება, იმიტომ რომ ჩვენთვის ხო სტრატეგიული ამოცანა არის. ანაკლიის სპორტის შენელობა. ასეთივე სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა არის რუსეთის ფედერაციისთვის, რომ არ აშენდეს. ანუ ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ, მათ უნდათ რომ არ ავაშენოთ. და ვერ აშენდა. დევნა ხორციელდება, გაგრძელდება დევნა, აბა სხვა რა უნდა აკეთოს, ხახნო, აი 25 თუ 26 დღეა ჯანდაცვის სამინისტროში პირველ სართულზე პოლში ხალხი პროტესტს გამოთქვას ათენებენ 25 თუ 26 დღეა და ერთადერთ რამეს ითხოვენ რომ მინისტრს შეხვდნენ, ან მინისტრი შეხვდეს. არ გამოჩენილა ეს ქალბატონი. და ვინ არის ეს ქალბატონი? პირადი სტომატოლოგი ბიძინა ივანიშვილის, ხო? ანესთეზიოლოგია მე მგონი. ნუ არ ვიცი პირადი დენტისტ იყოფა. სტომატოლოგის დამხმარე ანესთეზიოლოგი. იმას რომ გინდა ანესთეზიოლოგი იყოს პირადი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინც არ უნდა იყოს. ხო, ნუ ეხლა პირადი მოსამსახურე პერსონალია, ხო? რა ის სხვა შორის მე კომპონენტი როგორც მართლაც კომპონენტი ხალხი არ არსებობს და ხალხზე ზრუნვის. მთლიანად არის ამუშავებული ივანიშვილის თავს თვითგადარჩენის ინსტინქტი და ცდილობს რამენად გადარჩენს. ეფლობა იმ ჭაობს. ვიკა შენ ეთყობა იცი, აი კარგად ვერ აღიქვამ რეალობა. თვითგადარჩენაზე არ ფიქრობს, ფეხებზე კიდია მაგას ხვები. გეტყვი ავტორიტარიზმის გამყარება უნდა. მეტი არაფერი არ უნდა. რატომ უნდა? თვითგადარჩენისთვის კი არა, ეს თავისი გონია. აი თვითგადარჩენისთვის 2012 წელს და გონია ეს მისი სამფლობელოა. ძალაუფლების გადარჩენას ცდილობს და მილიარდების გადარჩენას ამოვიდეს, რომელიც უთეთ დაკავშირებულია ერთმანეთთან. ის ხანერად შეხედე მეთქი რა, ამ კაც მენტალობით ეს გონია რომ მაგისია ეს ქვეყანა. მე შეშლები დაგეთახმებით ერთ ნაწილში ვერ დაგეთახმებით. აი ბატონო. აღარ არის, რბილად ვთქვათ, აღარ არის ასე. ის არის უკიდურესად შეშინებული და უბრალოდ სხვა გზა არ დარჩენია, რომ ამ შეცდომების დაშვებაში კიდევ უფრო გაჯიუტდეს და უკვე ეს მის თავს ტრაგედია ხდება. ყოველდღიურად უშვებს არათუ შეცდომას, არამედ ჩაძის დანაშაულს. სხვაგვარად იგი უბრალოდ ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მაგრამ თაელი მისი პრობლემა და პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს გზა უფრო უმოკლებს მართლობას იქ სადაც არის. ნუ ვერ ხდება და ახლა თავის თავს დააბრალოს, მაგრამ ესეც არ არის ნორმალურობა, იცი რა ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატურა არის წარდგენილი ასევე ქართულ ბანკის თანაშრომლის ბატონი ლილუაშვილის კანდიდატურა წარდგენილი ამ პოსტზე, ხო?
და ჟურნალისტმა მკითხა პარლამენტში ხარს დაუჭერთ თუ არა, არც შევედი იმ კომიტეტის სხდომაზე, რომ რა აზრი აქვს. ეს კომიტეტში უნდა შესულ. აი რა აზრი აქვს, მაგრამ არ ვიცი რა აზრი აქვს რა ხა. ოფოფებს დაავიდეს რა უნდა გავაკეთო, არ ვიცით. ყველანი ერთად დატოვებენ ამ თანამდებობებს, ხო ხომ? და მე ნახევრად კი ვიხუმრე, მაგრამ რეალურად ასე არა მე რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს. ლილვაშვილი იქნებოდა თუ ერთ-ერთი ქალბატონი ენძელა მაჭავარიანი, რომელიც არის ქართული ოცნების დეპუტატი პარლამენტში. აი ქართული ოცნებას, ანუ ბიძინა ივანიშვილის ენძელა მაჭავარიანის რომ წარედგინა კანდიდატად სუსის ხელმძღვანელის პოსტზე, მთელი ქართული ოცნების დეპუტაცია ისევე დაუჭერდა ქალბატონ ენძელა მაჭავარიანს ხარს, როგორც დაუჭერს ბატონ ლილვაშვილს. რატომ მოიყვანე ქალბატონ ენძელა მაჭავარიანს მაგალითი? იმიტომ რომ ქალბატონ ენძელა მაჭავარიანი ალბათ ყველაზე ასე თქვა შორს დგას სპეცსამსახურებთან, ხო? ხო? აი ენძელა მაჭავარიანიც რო ეთქვა ბიძინა ივანიშვილს რომ უნდა გახდეს სუსის ხელმძღვანელი, ყველა როგორც ერთი აწევდა ხელს დაწყებული ნუკლი კანთარისგან დამთავრებული არ ვიცი ნებისმიერ დეპუტატისგან. ეს რეალობა საშინელებაა, აი საშინელია. რომელიც უახლოვდება დასასრულს. დასასრული დაწყებული არის, დამიჯერე 20 ივნისს დაიწყო, იცი, ძალიან სერიოზული რაღაცა დაიწყო და ვერ ხვდებიან. ჩვენ ახლა რევოლუციურ ფაზაში ვართ. აი ის, რასაც ახლა ყოველდღიურად ესენი აი ანგრევენ ქვეყანას. აი შეიძლება 2-3 კი არა ანგრევენ, ახლა ანგრევენ არის, ის შეიძლება წარმოვიდგინოთ, მე შორს ვარ იმას რისგან რომ დავითანხმო იმ მოსაზრებას, რომ ყველა არის მონომორჩილებაში შეგნებულად. მას სხვა გზებით შეუძლიათ თავი დაიღწიონ და სახლში წავიდნენ და ბოლო ბავშვს მიხედონ და რაღაცა სხვა საქმით დაკავდნენ. არა, უღირთ ჩიტირუნა, უღირთ ყოფნა იქ ვინაიდან დიდ ფულს შეულობენ ხახნო. უღირთ პოლიტიკური მაღალი ხელმძღვანელი პირები და არა მხოლოდ საშუალო გორი დიდ ფულს შეულობს. და ეხლა რომ მიდის დისკუსია უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარმოვადგინოთ ანუ ახალმა ხელისუფლებამ ის ადამიანები, რომლებიც აგერ თვალხილულად დღისით ძისით ყაჩაღობენ, ძარცვავენ, იპარავენ, დიდრდებიან ხალხის ხარჯზე თუ არა, ხო? რა თქმა უნდა, კი, ჩემი პასუხია, მაგრამ არანაირი რევანში პოლიტიკური და არანაირი შურიზიებას არ უნდა კონდეს ადგილი. შურიზიება არის, როდესაც მართლა მე დაბოღმენი ადამიანი სამაგიეროს ვუხდი. შურიზიება არის ის და იქნება ის, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიის ლიდერს განცხადების გაკეთების გამო გაუშვებთ ციხეში. ეს დაუშვებელია ყოველდღე და ერთხელ სამუდამოდ ეს მოჯაოდებული წრე უნდა გავარღვიოთ. როგორ წარმომიდგენია, მოკლედ გეტყვით და რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა მომავალში დაწუნებულია მოგვეცემა და მთელი ერთი წლის განმავლობაში ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ სამართლებრივი სისტემის რეფორმირებაზე. აქ ვიღაცაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული ვის ასე თქვათ რამდენი წლიანი პატიმრობა, არავითარ შემთხვევაში ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად საჯარო. ჩემის აზრით, ბატონო დავით. დიახ. პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს და შიგნით პარტიაში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა, მე შემდეგ რა თქმა უნდა პოლიტიკურ ჩვენს პარტნიორებთან უნდა ვიმსჯელოთ და მე რაზე შევჯერდებით ამას გაგაცოთ პროგრამის სახით. მაგრამ მე პირადად ეხა ჩემს მოგახსენებ. კი ბატონო, გისმენ. აი რა უნდა გაკეთდეს? ერთ-ერთი რაც აუცილებლად გასაკეთებელი იქნება მომდენო მოწვევის პარლამენტში არის შემდეგი. უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების საკითხებს. ძირითადად ეს საკითხები შეეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. რატომ? ეს კომისია მოგცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალური მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია მივანიჭოთ ამ პროცესს. ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო და გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში. შესაძლებელია ეს გაგრძელდეს 5-6, შეიძლება 7 თვეც კი. გამოვლინდეს და დადგინდეს პირები, რომლებსაც აქვს მართლსაწინააღმდეგო მძიმე დანაშაული ჩადენილი და ამის შემდეგ გადაიგზავნოს საქმე უკვე რეფორმირებულ პროკურატურაში. არავინ არ უნდა გაიგოს, რომ ახალი ხელისუფლება მოვა და პრიორიტეტად დაისახავს ვიღაცის დასჯას. სხვა ამოცანები გვექნება ჩვენ შესაძლებელი, მაგრამ პარალელურად, რა თქმა უნდა, იქნება ეს გასაკეთებელი. ამავე დროს მიმაჩნია და რატომ არის აუცილებელი ამის გაკეთება, იმიტომ რომ რომელიღაცა პროკურორს ეხლა რო თადუმაძეს ემსახურებოდა სიამოვნებით ჩადგება ჩვენ სამსახურში, იმას კი უნდა გამოვაძიებიოთ საქმე. არავითარ შემთხვევაში. აი ეს სიგარეტით ხელში რო უბრალოდ ბრასაუყენოს ვიღაცას. არავითარ შემთხვევაში საჭირო პირდაპირ. ამავე დროს ვფიქრობ, რომ უნდა მივიღოთ კანონი დაუსაბუთებელი ქონების
დეკლარირებისა და ლეგალიზაციის შესახებ. კანონს მივცეთ დაახლოებით 8 თვიანი ან 1 წლიანი ვადა და ყველა ამ მაღალმა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ვის მიმართაც არსებობს უამრავი უკვე კითხვები დადასტურებული ფაქტებით, რომ მიიტაცეს ქონება, ცოლზე გადააფორმეს ქონება, ბიძაშვილის აშენება და შემდეგ. ნებაყოფლობით მივცეთ შესაძლებლობა დევნის დაწყების გარეშე, რომ დაადეკლარირო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იქნება ძალიან იდეა საინტერესოა, გეთახმები. არა, იქნება ძალიან ლობიერი დამოკიდებულება მათ მიმართ და გზავნილი, რომ ჩვენი ამოცანა მათი დაკავება არ არის. და დარწმუნებული ვარ, რომ რიგი მათგანი ამას გააკეთებს, რაც იქნება ილუსტრაცია და ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოღვაწეობას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებს საზოგადოების თვალში. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, ხახტო? შევეგუოთ ამ ყველაფერს? არავინ აღარ ეგუება უკრავ. მე მგონია, მართლა აყირავებულია ყველაფერი. ნიკა, მოდი გამიშვი რეკლამაზე. ძალიან საინტერესოა, თავად ახლა მე არა ვარ ესა, იცი, არ მიყვარს, როდესაც ვიღაცა აგდებს რომელიღაცას და ამ აგდება იმაში გარჩევები და არ არის. არა, ეს ჯანსაღი არა. რას გულისხმობთ? ეს პარტიები ერთმანეთის გიშმობით ერთმანეთს რაღაცა სცენარებს უგეგმებენ. მომისმინე ნიკა თავარი დღეს უკვე ესე გუშინდელი რამის როგორც რეოლუცია აქვს მინდორი, ხო აი ეს მინდორი უნდა დავიცვათ. ნიკა ხაზი არ უნდა გადავკვეთოთ. აი მაგაზე რეკლამის შემდგომ ისაუბროთ ჯანსაღი პროცესია ვფიქრობ რა. მე მგონი ვერც ერთი პარტია ვერ ახდება რომ გუშინდელიდან სხვა საქართველოა. სახელმწიფო მთელი თავისი მანქანით სხვებს აბრალებს იმას, რასაც თურმე ყოველდღურად აკეთებს. ეს რევოლუციური სიტუაციაა. გუშინდელი გავრცელებული ფაქტები, ხო? მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რაც ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდება. კიდე რაღაც მეც აი უკვე ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაცა ოქტომბრის რევოლუციის გავსი მოხდეს საქმოთ შერეკლამაზე გავიდე და გავაგრძელოთ საუბარი. დაგველოდეთ ახლა დაგებრუნდებით. ვადო ნიკა მელია გახლავთ ნაცმოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და პრინციპში ნიკა იცი რა არის თადუმაძე მართა ჭურშის ისტორია პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ხარ პოლიტიკური თანამდებობა გიკავია თან პარლამენტარი ხარ თავიდანვე დიდი სისულელე გააკეთეს მათ რაღაცა ფარატინა ხაღალით რომ მოსთხოვეს პარლამენტზე ეს ბიჭი დაგვაჭერინეთო საერთოდ დებილობა გააკეთა იმ მოსამართლემა აღარ მახსოვს იმის გვერდ და მე სააპელაციოში რო ეს ხელბორკილების დაგადეს გიშების ხელს თქვენ გახსოვთ თუ გასაგები ყველა მეთოდით უსწორდებიან მე კი არა ვარ შუაში ყველა ადამიანი ხვალ იქნება სერგო იგივეს გაუკეთებენ ეცდები თუ კი გაუვა მაგრამ ვეღარ გაუვა ვერ გადატეხეს აი ხო დადიხარ უკვე პარლამენტში შეეგუნენ, იმიტომ მიხდე რომ ნეფში ჩავა. არანაირი ვალდებულება არ აქვს მე როგორც პარლამენტის წევრს, წინასწარ შევატყობინო. მართა არა გაგრძელებას მივდივარ პარლამენტში. და ჩემთვის აქ ყოფნა დღეს არის ჩემი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კონსტიტუციური უფლება გაქვს. ამავე დროს აი საპარლამენტო საქმიანობასაც აქ ვახორციელებ, კი ბატონო, აქედან მე შესაძლებელი უკან ვიბრუნდე პარლამენტში. მე ახლა დღეს მოვდიოდი აქ და არანაირი პროკურორის საქმეში არ ჩავაკეთე. და პარლამენტში ჩავაკეთე. აი ამ პროკურატურას იმიტომ კი არა რომ უბრალოდ არ შემიძლია ეს გავაკეთო ადვოკატის მეშვეობით, ხო? არ არის ამისი აუცილებლობა. მე მეუბნება და კანონი და კონსტიტუცია და ზუსტად წერია ეგრისი უფლება მაქვს და მე ძის ვალდებულება მაქვს. ყოველ შემთხვევაში ნიკა მე მართა მაინტერესებს შენთან უფრო თეორიული საუბარი. თუმცა წინა ნახეთ წინა მოსვლაზე რა ამბავი ატეხეს გახსოვთ, ხო? მარტივად იფიქრეს ეხა გაგვივა დაждდება სახში არ გაგივათ ხახტო ეხა რამდენს გამოვყიდავთ ეხა იმ ციხეში გამორიცხული ამბავია ეხა რა იმისი არ იყოს ეხა მართლაც მეუხერხულება კიდევ გონიათ ეხა მართლაც პარლამენტი ეხა ეკრანი ცისფერ ეკრანებზე ჩანს რომ ალბათ რაღაცა პარლამენტია კი ბატონო თავარი პოლიტიკური ასე თქვა არაფერი არ არის საერთოდ პოლიტიკური პროცესი შიგნით არის მკვდარი დიდხანს აი კაბოტონი ძლა მაჭავარნეს აირჩევენ სუსის ხელმძღვანელად რომ მოინდომენ ხო შიგნით ხო აი ესეთი რეალობა გვაქვს ადამიანი რომელიც ერთი დღის განმავლობაში 15% თუ რა მოუმატებს ქართულ ოცნებას და ერთ წინადღით იტყვის 45% გვაქვს და მეორე დღეს იტყვის 60% გვაქვს ხო კომედია არის არ არის სტომატა დარბაზი რაღაცა საცირკო წარმოდგენას უფრო გავს ვიდრე ეს რეალობა არის მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი ვარ იმ 150-თან განი ხო პოლიტიკური პროცესი შიგნით არის მკვდარი არ არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ
ქვეყანა სადაც ვითომ საპარლამენტო პრეზიდენტი კონსტიტუციის თანხმობა არაფერი არ წდება პარლამენტში. ვიკა თუ გინდა არაფერი არ წდება. ლექცია ჩაუტაროთ ჩვენს მაყურებლებს დამიჯერეთ ძალიან ბევრი ვიყურებს. დენ სეოპინი მართლა კაი ადამიანი იყო. დამერწმუნე კი ძველი თაობის იყო, მაგრამ ქვეყნის წინსვლას, ეკონომიკურ წინსვლას, აი მათაც ჩაუდგა სათავეში. დამერწმუნეთ რა, იცი, დენ სეოპინის აჩტილიც არაა ბიძინა ივანიშვილი. მე აი ნაწყენი ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილზე რატო იცინიკა? ზუგდიდში გაწამაწია იყო იქ სხვათა შორის ზუგდიდში ნაცმოძრაობას ყოველთვის ჰქონდათ ნუ ზვიადისტები არიან და იმიტომ რა და ახლა ზვიადისტებისთვის იყო რა რომ ჩვენი პრეზიდენტი შევარდნაძემ ის გვიქნა გაგვინადგურა და ვინც შევარდნაძეს განადგურა და მათთვის იყო ესე ვთქვათ მიზანი და სასიხარულო ესე ვთქვათ ძალა ეს არის და თელი სამეგრელო ზვიადისტების იყო თელი სამეგრელო მე გახდნენ მიშისტები აი ამ მოტივით ხო აი იქ არჩევნებში 2012 წელს ვერ მოიგო ქართულმა ოცნებამ ფაქტია ახლა მე არ ვაზვიადებ ციფრებიც ვიცი და ყველაფერი და ეს კაცი გამოვიდა იქ აი მე მართა იცი გულუბრილო ვიყავი ნიკა და მე დაუჯერა იცი ამ ბიჭს აი მას ბიზნეს სამეგრელოდან აღორძინდება საქართველოს ეკონომიკა აი მაქვს ეს კასეტაზე და აი თუ გინდათ გამოგიტანთ დიდი მამალი ტყუილი რა არაფერი სამეგრელოდან არ აღორძინებულა აი ისეთი ყველაზე ის არის ინფრასტრუქტურულად დალეწილი არის თელი სამეგრელო ზუგდიდში მე მგონი კიდე 10 წელი იქნება ისა რომ უასფალტოდ იქნება მთელი ქალაქი და ამგაც მე მგონი ეჯავრება სამეგრელო აქ ფეცნობიერად ნამდვილად ეჯავრება რომ მე ხვდები ნამდვილად გეტყვით და ეს კერძაიას ისა და შვილის ამბავი შენ რო წამიკითხე ალა თავს არის გამცემი შეძახილი არის მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი ვიღაცაა დეგენერატი იმიდან სამინისტროდან რომ გააგზავნეს იქა და იმის დედის გარო აიღეს ინტერვიუ არავითარ საშინელება რასაც ბაჩანა შენგელია ой მაგაზე ხა შენ რო წამიკითხე ჩვენი მეგობარი უგანცებულესი წესიერი ყავდა რომელსაც არ მოვერიდები ამ სულ დედა მოუკლეს რა მოუკლეს რა თუნა ამას მოუკლეს და სიცოცხლეშივე ქალბატონი საუბრობდა იმაზე რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა მაშინ როდესაც ქალბატონი საუბრობდა რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა მე რომ გითხოთ ბაჩანა მოკლეს იმიტომ რომ რა ვარ ეხა ბიჭისთვის როდესაც თამოყარე ადამიანი მით უმეტეს იგებს რომ დედა საჯაროდ საუბრობს ზეწოლის თაობაზე ეს სექტორის ტოლფასე ნებისმიერი არა ბინზორი მეთოდი მოიგონეს გაზოწყალ არ ჩადგა ქართული ოცნების სამსახურში საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთო ოცნების სასარგებლოდ და ვის აქვს უფლება დღეს გამოვიდეს და თქვას რომ ჩვენ სიკვდილამდე ვინც მიიყვანა ესა თუ ეს ადამიანი იმას შევიწყალებთ ეხა კი ბატონო იქვე ამბობენ რომ ეხა უძიმეს დანაშაულში ყველობაში ხილებულებს არ დავჯდით მაგრამ აქ ეხა პირდაპირ გაგებით ეხა ტყვია არ უსხიათ ქალბატონი კერძაიასთვის სიკვდილამდე მიიყვანა არაერთმა ადამიანმა და მათი ბრალეულობისგან გათავისუფლება და მართლმსაჯულებზე გათავისუფლება არის დაუშვებელი ეს არ შურიზიება არის და პოლიტიკური რევანშია რა არის პოლიტიკური რევანში და რა არის შურიზიება ზემოთ ვახსენე რაც ასევე არის წარმოუდგენელი და უნდა მოვჩეთ ერთმანეთის დევნას ხელისუფლების ცვლილებისთანავე რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე თქვენ გაპატიოთ ის რაც არ გეპატიებათ იდუგეცე დავარიგე რატო იცით აუცილებლად იგივეს გავაკეთებ ახლა ერთი წლით ადრე შესაძლებელია შენ დამნაშავეს უთხრა რომ რაც გინდა გააკეთე მოიმარჯვე შენი მახვილი და მიიტყი და დაჩაგრე ნებისმიერი ხო ასე გაიგო კრიმინალურ სამართალს გასაგებია მაგრამ ახლა მე პარტიამონებს აი ის რა ქვია ეს თქვენი არ არის დასწრებით ბატონო ეს არ არის ეს არ არის იდეასთან დაპირისპირება ბატონო დავით არ იფიქოთ არც ერთი წამით ეს არის იდეასთან და ინიციატივასთან დაპირისპირება თორე ძალიან კარგად და მყარად ვარ იმ პოზიციაზე რომ ერთობას აქვს ფას დაუდებელი მნიშვნელობა ეს ერთობაც პირობითი არის ერთი გეტყვი თუ შეიძლება ახლა მათქვევინე მეც მინდა კითხო შენ ახლა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეობა დიდი თანამდებობა ახლა შესვენების დროს საუბრის დასაწყისში ნიკა ამისცნარ პოლიტიკური საბჭო არისო აი ესე ვთქვათ რაც ქვეყანაში პარლამენტი არისო საუბედუროდ პარლამენტი არ წვითავს ყველაფერს ფაქტიურად დენსეოპინი წვითავს დენსეოპინი სუბიექტურია და შეცდომებს და უშვებს და შეც უნდა გაიმყარო იქა და ესე თქვენი პოლიტიკური საბჭო ცოტა უნდა შეიცვალოს და ჩემი კეთილი სურვილი არის აი გულწრფელად გეუბნები ამასა მე ძალიან ბევრი მიფიქრია ამ ამბავზე იცი თქვენ ქვიათ რა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
თანაბეთ ამ იმპორტულ სიტყვებს გასო ნაციონალური ეს ხო იგივე ეროვნულია მე გირჩევთ აი ჩემი კეთილი სურვილი ეცი რა არის რებრენდინგია თუ რაც გინდა და დაირქვით რა ეროვნული მოძრაობა ერთიანი ეროვნული მოძრაობა სახელი უნდა შეიცვალოთ რატო იცი მე შენ მე სიმპათიურები მე მინდა ხალხო გითხრათ რომ სააკაშვილის ინაუგურაცია რო იყო 2008 წელს დიდი გრანდიოზული ის იყო საპროტესტო მანიფესტაცია იპოდროზე მეცინება რა რაზე გაყვარეს იმ იპოდროზე იმ ყირვაში იქ ნახე ნიკამელია იქ გამაცნო მამამისმა ეს კაცი იყო ჩამოსული გერმანიიდან იქ სწავლობდით ვერაფრები და იმ დღეს გაგიცანი მე ამ კაცს აი ნაცმოძრაობის წარსულთან არაფერი არ აკავშირებს შენერები ბევრი არიან მე ხარ რო ხედავ ხოლმე აი შენ დასაცავად აქ ერთი 400 კაცი რომ მოვიდა იმ ღამეს ეს ბატები რო გაბრაზდნენ რატომ მივიდაო კავკასიაში იცი რა არის წესიერი ხალხი იყო იცი თქვენ ეროვნული მოძრაობის ნაწილი უნდა გახდეთ და გადაირქვით სახელი მე მართა გეუნები რეალობას შეხედეთ სხვა ნაციონალური მოძრაობა მართლაც გულახდილად ეს ეროვნული ძალახარ რა გინდა არ გინდა ხარ შეიძლება კიდევ სამუშაო 600,000 მაკაცმა ხო მოგცახმულია წარსული რომლითაც ეს პარტია ნამდვილად დიდწილად ამაყობს ამავე დროს რა თქმა უნდა ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ქონდა იმ წარმატებების კვალდაკვალ ძიმე შეცდომები ამაზე ბევრი ვისაუბრია და რა დროს ეს არის ახლა მაგრამ ვიცი ვარ შენს კარგად იცი არც ნაცები მაგრამ არც კოცები მაგრამ 600,000 კაცი არა ერთ წამს რა 600,000 კაცმა პირველ ტურში საპრეზიდენტოს უნდობლობა გამოუცხადა ქართული ოცნების იდიოტობას ეს 600,000 ეროვნული ძალაა ეს მეტი კი არაფერი არაა და დაირქვით სახელი ეროვნული ძალა მე გირჩევთ თქვენ აი სერიოზულად გევნია არც უნდა აყვეთ ვიღაცების რაღაც მიეთმოეთებს და დაჭერა არ დაჭერაზე კანონი უნდა კანონობდეს ნებისმიერ შემთხვევაში დაამთავროთ მე სულ არ მინდა თქვენს დისკუსიაში აყოლება არა არც კინკლაობა და ერთ-ერთი პირველი ვარ და სხვადასხვა იქაც ბევრი ამას ამბობს არავის არ სიამოვნებს ახლა ოპოზიციურ ფლანგზე კინკლაობა მაგრამ ჩვენ მივიჩნიეთ მათ შორის მე ეს არის ძალიან მავნებელი ინიციატივა გაჟღერების დონეზეც კი რომელიც თავში უნდა ჩავყოთ და აგერ ბაჩანაშენგელიას იაკავტონ იაკეძაიას შვილიც ამის თაობაზე წერს ხო ამიტომ ჩვენ არ უნდა წავახალისოთ უნებლიეთ არ უნდა წავახალისოთ კრიმინალური სამყარო რომელიც არის ივანიშვილის სამსახურში და მათ ერთი წით ადრე არ უნდა უთხრათ ჩემო რა მოვიგეთ უკვე მოვედით ხელისუფლებაში ვინ აპირებს შურიზიებას და ანგარიშორებას ძალიან კარგად გვესმის რომ ეს ყველაფერი პროგრესს არ გამოიწვევს მაგრამ რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას დიახაც არის მდიდარი საკუთარი გამოცდილებით ჩვენ გვაქვს ის რაც არ აქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიას ჩვენ ვიცით რა როგორ ვაკეთოთ და ვიცით სად მივაკეთეთ ჩვენი ცხვირი კედელს და სად მივაქცეთ დიდ წარმატებას რა თქმა უნდა და პირველ რიგში მართლა გულახდილი ვარ ამას რომ ვამბობ მიშა სააკაშვილმაც ჩვენი როთ იცის ეს ყველაფერი თავი დავანებოთ იყო ადამიანი 36 წლის როდესაც ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული მეცილებოდა აბსოლუტურად დამატებით სხვა გამოცდილება შეძინა ამ ადამიანს და მეც მათ შორის და ძალიან ბევრ ჩვენ მეგობარს და მასაც მიშას პირველ რიგში სამუშაო აქვს რომ გავაცნოთ ჩვენ ახალ თაობას თავი ისე როგორებიც ვართ ჩემი ღმერთმენით მე გული რაზე მწყდება იცით მე გული იმაზე მწყდება რომ რეალურად არის რაღაცა სეგმენტი მოსახლეობის ჯერ კიდევ რომელიც ისე არ გვიცნობს ჩვენ როგორც ჩვენ გვინდა რომ გვიცნობდეს ეთახმები რთული არ არის ადვილი როდესაც მთელი პროპაგანდისტული მანქანა ამუშავებულია ქართული ოცნების მხრიდან ხარჯავენ მილიონობით და მილიონობით დოლარს რომ დისკრედიტირდეს გნებად ნაციონალურ მოძრაობას გნებად ეროვნულ მოძრაობას რაც გინდა დაარქვით ხო მაგრამ სულ უფრო და უფრო ნაკლები ძალა აქვს ამ პროპაგანდას რომელიც წარმოებს ქართული ოცნების სიმართლე თავის გზას ადრე თუ გვიან პოულობს და მე ასევე გულწრფელად ვამბობ მიხარია რომ სულ უფრო და უფრო მეტრი ხდებით იმ ხარეს რომელსაც ჩემი შეფასებით ისტორიის სწორი მხარე ქვია აქ დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვიქნებით დავარქვეთ ეროვნულ მოძრაობას გადავარქვეთ სხვა პარტიის სახელმწიფოს დავარქვეთ ასე შედარებით ეს რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცის მნიშვნელობა მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სადაც დგავართ დღეს ჩვენ ორი მხარეა ან ძალიან არასწორი ბნელი ისტორიის მხარე ან ისტორიის სწორი მხარე ნიკო შეგეკითხები რა ხა მე მართა გევნები აი რო უკვირდები გუშინ იყო შენს არავის შოკი იყო
ამ იმისი რა ქვია მამუკა ხაზარაძის საუბარი. ადამიანურად შემეცოდა ამას რო გეტყვის ჩვენი დენსიაოპირი კოშმარია. რა არის მე ხა სერიოზულად გეუბნები ცოტა რა იმათ გუგრილად უყურები ბანკირებს და ბანკების საქმიანობას. ეს კაცი ისი პატრიოტია. წესიერი ადამიანია. ამოხედა და თქვა. გიგანტური გარღვევა გააკეთა. აი როგორც თავის დროზე იმან რა ქვია ოქროაშვილმა შეაზნაზარა ნაცმოძრაობის ავტორიტარიზმი. აი ესეც საქმეს აკეთებს ეს ბიჭი. და რა არის ესეც პატრიოტია. შენს პატრიოტი ხარ. ვაჭრობ მამაშენის მაგარი პატრიოტია და ბევრი ვარ ეგეთი. აი ეს კერძაია, იცი პატრიოტი იყო. მე ხა დეტალურად შევისწავლე ეს ამბავი ხალხო აი გეუბნებით რა. ჯერ ამ თავრობის დედავატირე რომ 120,000 კაცი ცხოვრობს ზუგდიდში. ეს არა აქვს წყალმომარაგება არა აქვს იდიოტების ქვეყანაში ვარ ეს ისა რა ქვია სისულელეებში ფულებს რო ხარჯავდა რა ჯანდაბად გვინდა ეს ლარსიკობის იმაზე რა ქვია 500 მილიონი ჩაყრას რომელიმე ქალაქში წყალგაყვანილობა ბოლომდე რო ხელისუფლება ვერ მიიყვანს დაახვიონ რა უნდა აქედან არც ბათუმშია ბოლომდე არც ქუთაისშია არც ფოთშია ზუგდიდს არა და ზუგდიდი რეალურად მეორე ქალაქია რიცხოვნობით 200,000 კაცი ცხოვრობს იქ წყალი ვერ მეუმარაგებია და ამ მეექვსე საჯარო სკოლაში ნიკა არ მოდიოდა წყალი ისევე როგორც არც ერთი ზუგდიდის სკოლებში ბაკები უდგათ 2 ტონიანი 3 ტონიანი უკვე დეზინფექციის და იმის არ შეიძლება რა წყალი დიდხანს ვერ დგება ან ის ქლორი უნდა ჩაისხას ან ვერცხლი და რაღაცები და აი ესეთ იმაზე რომ ინტრიგაზე რომ მიდიან და ამის გამო რომ ამ ქალს ათავისუფლებენ რომ სანიტარული ნორმები თვითონ ხელისუფლებას აქვს ბაკები დადგმული იქა და ამ იდიოტობის გამო რომ იმ ქალს ხსნიდნენ ეს ის ბრიყვი და ტუტუციის სამინისტრო ნერვებზე ვიშლები რა ვისარგებლო თქვენი გადაცემის სპეციფიკით რომელიც იძლევა ადამიანური ენით საუბარს მართლა აი ამ შესაძლებლობას იძლევა. აი ვიდრე ახლა ჩვენ საუბრობთ, არ ვიცი რომელი საათია 9:15 წუთი ხო? აი ამ წუთას თქვენის აზრით, რითო თქვენის აზრით რას აკეთებს ბიზნე ივანიშვილი ან გიორგი გახარია? მე რას ვიცი? არა, ერთი ძი ვინ მე გეტყვით ასე, რას არ აკეთებს იმას გეტყვით. არს მსჯელობს ქვეყნის კეთილდღეობაზე და არანაირი რაღაცა რეფორმის გატარებაზე ამ თუ სფეროში. ერთადერთი რითიც არის ეხლა ეს ადამიანი დაკავებული, როგორ გაანეიტრალოს მაქსიმალურად ბევრი პოლიტიკური ოპონენტი, რომ შეინარჩუნოს ის, რაც მისთვის ძალიან ძვირფასია. ის ძალაუფლება და ის ფული, რომელსაც შოულობს. შენ მაშინ შეგეცადო. იგრძნობა, ბატონო დავით, უკვე. იგრძნობა, მაგრამ არ გამოუვა. რომელი, არა, არ გამოუვა კი არა, ფინიში სწორია უკვე, ბატონო დავით. არ გამოუვა ეს უკვე რაღაცა ფრაზა, რომელსაც ბევრი ჯერ კიდევ საუბრობს, ხო? და იყენებს უადგილოა. დამარცხებულია ბიზნე ივანიშვილი, უბრალოდ ბევრი ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს ჩვენ რატომ? ინადა მარცხი არ არის ბიზნე ივანიშვილის მარტო პანაცეა. ნიშნულოვანი არის სწრაფი პროგრესი ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, მაგრამ ზუსტად გეუბნებით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, აი თუნდაც ახლა ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ივანიშვილი არ არის დაკავებული მაგალითად სოციალურ პრობლემების გადაჭრით. არ არის დაკავებული რა პენსიონერი, რა სტუდენტი, რაც მუნი რა ტრანსპორტი. იმ სამინისტროში ხალხი ღამეებს არ აინტერესებს. ვარამი იქ არ რაღაცა გაჭირდება. არა ხახნო, ხო ყველას ვინახავს, გვიყურებია, კინოთეატრში ყოფილვართ, მაფიოზური ასე თქვათ ხასიათის ფილმები, ხო? ხო? აი წარმოიდგინეთ რა, ეს ადამიანი მართავს დღეს ქვეყანას, რომელიც ცდილობს დროდადრო გაეპრანჭოს საზოგადოებას იმისათვის, რომ მისი სახე რეალური დაფაროს. და სულ რამდენიმე დღეში ძალიან მალე იქნება ერთი წლის თავი იმ ცნობილი მიმართვიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა შარშან მეორე ტურის დასაწყისში, სახე როდესაც ჩამოსტიროდა ბიზნე ივანიშვილს, თქვა რომ ერთი წელიწადი მომეცით დრო და ყველაფერს გამოვასწორებო. ეს წელი სრულდება. ძალიან მალე, ხო, ძალიან მალე. რამდენიმე დღეში. აი ყველა ჩვენ თავს დაუსვათ შეკითხვა, რა შეიცვალა უკეთესობისკენ ერთი წლის თავზე. უკეთესობისკენ ბევრად გაუარესდა ვითარება. არ გაუარესდა ამას ბატონი დათო გაკუბარდია ხო არ საუბრობს, მარტო ნიკამელია ხო არ საუბრობს. ყველა ხდება ხო. და იხტიბარს არ ეტეხენ და პირიქით გეუბნებიან რომ შენ სტყუი. ეხლა რუსთავი 2 წარმოიდგინეთ, იმდენად დასოსდა ხელისუფლება რუსთავი 2-ის რეპორტერებს რას უკეთებდნენ, რომ თქვენ ციცრულის მანქანის წარმომადგენლები ხართ, რუსთავი 2 ხართ და შენ თქვენ კოლეგებზე საუბრობ. დღეს მიიღეს მართაც მზარდი ტელევიზია მთავარი არხის სახით,
რომელსაც ამასაც ვეღარ აძახებენ. სხვადასხვა ვეღარ აძახებენ ვერაფერს, ხო? და კვირა არ გავა, რომ ექსკლუზიური სკანდალური ინფორმაცია არ გაიგონოს ამ გმირი ჟურნალისტების მეცადინეობით, ხო? ყულაღრიანი რუსთავიორში ფულს რაც შორის ნიკა 3500 რატო ქონდა ცნობა, რატო მიიტანა ის იერიში? იფიქრა რომ რუსთავიორს დავურავო, ეროვნული მაუწყებელიაო, ძლიერი ტელეკომპანიაო და ამოვისუნთქავ ოდნავ. უარესი მიიღო, უარესი. თქვენ აქედან გახსნილი ფანჯარა, თავარი არხი, კიდე სხვა არხი და არ არსებობს. ეს ხალხი დაგამარცხებს თქვენ, უნდა ვიწმუნოთ ძალა საკუთარ თავში. მე პირადად ეჭვი არ მეპარება არც ესეთი წამით, რომ ივანიშვილის მარცხი არის გარდაუვალი. კი ბატონო, ეკრიანი გზა გვაქვს გასავლელი, ვიღაცა კიდე ციხეში მოხვდებით, ვიღაცას დააპატიმრებს, ვიღაცას შეზღუდავს, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენ გამარჯვების დროშას აგვაფრიალებიებს ყველას ერთად, გამარჯვების იმ დროშას, რომელიც უნდა აისახოს კონკრეტულ კეთილდღეობაში, კონკრეტულ ოჯახებში საქართველოსი და არა უბრალოდ შევცვალოთ პეტრე პავლეთი და ასე შემდეგ. მე შეკითხვა დამისი რომ აი ხა 2015 წელზე რასაკეთებს ბიზინა ივანიშვილიო დამიჯერეს საკმაოდ კარგად ვერკვევი სად რა ხდება ბიზინა ივანიშვილი დღე და ღამე აბას თომაში საქართველოში რაც ესე თქვა სამშენებლო ტექნიკა 70% უკვე მანდარის და იმას ავით არ ვიცი რა ნერო უფრო კალიგულას გავს ან ნერონს გავს რა ვერ გაიგე ბიზინა ვის აკავს გიგანტომანია ჭირს ამასაც ქალაქების შენებლობის აი ჩემა რომ ურეკი ქალაქადონა ვაქციო ვერ აქცია ახლა გადაწყვიტა აბასთუმანში გიგანტურ შენებლობებს აკეთებს არ უყურებს ტელევიზორს ნურს უყურებს შურიზიება იქნება გულახდილად ვამბობ შურიზიება აი იქნება როდესაც წესრიგი დამყარდება და ზღვა რომელიც მიიერთა ბიზინა ივანიშვილმა ნაკლებად პრობლემურია ახლა ამდენი დახუნძული პრობლემებით მოსახლეობისთვის ეს პრობლემა რომელსაც მე ახლა საუბრობ წესრიგი ხო უნდა დამყარდეს ხო ზღვა მიიერთა სანაპირო საზოგადო ანუ ყველასთვის მოსახმარი სანაპირო მიიერთა საახლს ზღვა არ უნდა შორდეს მის საახლს ნიკა საახლს ხო არა ახირებებია ნუ რა და რაზე ხარჯავს ენერგიას და ფულს სახელმწიფოს ფულს ხო არ გონიათ თავისი ფულით გააკეთე ფულს აბა რატო აშავებს და ათეთრებს და ფული არა აქვს თავისი ფული იმ ფულით მე არჩევნებს გიტარებს და ცდილობს რომ ვიღაცები მონუსხოს სხვათაშორის ეხლა იმას რა ქვია აი ფულის მეტი რა გიმანიშ პრომეტი უნდა ისა რა ქვია იმას აი მე ღმერთო ყოფილი მერი როა ევროპულ დემოკრატებში უგულავა ხო უგულავას ვიუსაჯეს ისა 3 წელი თუ 4 წელი ზუსტად არ მახსოვს რომ სახელმწიფო თანხები არამიზნობრივად დახარჯა არ არის ფაქტი რომ ტოტალურად არამიზნობრივად იხარჯება თქვენთანაც საახსი გასაგებია მაგრამ აი ამ ლოგიკით რა ლოგიკითაც ბატონი უგულავა ციხეში გაუშვა ივანიშვილმა ყველა ჯანსაცმელი დღეს ვინც ახელისუფლებს 27 წუთში უნდა წაუყენო ბრალი კახიკალაძეს ყველა თავარი ბრალდება რა იყო ეუბნებოდნენ რომ ის ეგრეთ წოდებული უბნის უფროსები ანუ კოორდინატორები შენ დაასაქმეო შენთან სამსახურში და ხელფას უხდიდი სახელმწიფო რასაც უგულავა აკეთებდა იგივეს ვიტო საჯარო მოხელეებს აი შირაქს 12 კაცი ყველა უცნება ამას აკეთებს სულ ყველა აიცი რა არის სიბინძურეს ჩაეფლდნენ ეგენი მე ახლა სუბიექტური ვარ და ნაცებზე უკეთესები არ იყვნენ და არც არიან უარესებს აკეთებენ უკვე ისი და აი მე ნახეთ არა ყველგან ესე იყო არა ვის მათ შორის მე დაწყებული მიხეილ სააკაშვილი არ უთქვამს რომ მთელი იმ წელს განმავლობაში ჩვენ ვიყავით ანგელოზებიო არ უთქვამს მიშასაც და არ უთქვამს არც ერთ ჩვენს პოლიტიკური პარტიის ლიდერს გულახდილი ვარ ამაში და ვაგებ სიტყვაზე პასუხს მაგრამ ის კი გვითქვამს რომ ტერიტორია დავამსგავსეთ სახელმწიფოს ის კი გვითქვამს რომ სახელმწიფოებრივი საფუძვლები შეიქმნა. ის კი გვითხოვს რომ რეფორმები გატარდა და გაყინული რაღაცა 14 ლარიანი პენსია რომელიც არც კი გაიცემოდა ნელ-ნელა 11-ჯერ გაიზარდა. ის კი გვითხოვს რომ ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა, ის კი გვითხოვს რომ 10-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა და ერთი სიტყვით განვითარდა შუქიანითო გზა დაიგო, ტურისტი შემოვიდა, მაგრამ კი ბატონო, ვაღიარებთ, ხელებს წევთ, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, გავანალიზეთ, ვიცით რა ვაკეთოთ კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევის გზაზე. მაგრამ, როდესაც აქ თქვენ ადრით ეხა ქართულ ოცნებას ნაციონალურ მოძრაობას, მე არ დაგიმოვთ შევაწყობილად უზრუნავ თავს, რატო იცი? ჩვენ
კარგში შევჯერებოდა ქართული ოცნება. არ შეგეჯერა. ოდნავ მაინც კონკურენციას გვიწევს ქართული ოცნება, იქ სადაც მართა წარმატებულები ვიყავით და სადაც თავად ვაღიარებენ. აი დამთავრდება მათი მართლობა, უკან მოიხედავენ და რა დარჩება, რა გაკეთებული საქმე დარჩება. არაფერი, ნიკა მაპატეი რა ეწამს რა. მაია რჩეულიშვილი ციხეში უძის ბიძინას პირადი პატიმარია მაგის და მისი და დაწერა ამ კაცმა გაზეთში ინტერვიუში დაწერა რომ მიშაზო შენებლობა მასობრივი იყო. არ არის ჩვენთან შენებლობა დაბლოკილია და გაპარტახებულია და საჯარის კრიმინალური გახდა უკვე შენებლობა ხო? დაზარალებულთათვის 68 წლის ქალს აჯობდა ეს ქალბატონი გარეთ ყოფილიყო და რამენერად აი რა არის თავი მოება და ეტაპობრივად ვალი გაესტუმრებია ხალხისთვის. რა არის გაზო და არამთავრებინებდნენ იკა ზეპირად ვიცი მაგ ამბავს. ამიტომ ამ შენიშნას ვერ მივიღებ, ნამდვილად ვერ მივიღებ ამ შენიშნას, როდესაც ერთ სიპყესში გვაყენებთ კალკულაციას და შირაქთა დაგაყენებთ. არა, შირაქ 13 თავის პარტიელი ყავდა მერიაში გაფორმებული. თქვენ ცოტა მეტი ყავდა. არა, ნახეთ, სამწუხაროდ ვამბობ. იქ სადაც ვიყავით წარმატებულები, ოდნავ მაინც რომ მოებაძა ქართულოცნებას დღეს თქვენ რა გონიათ, საიდან გაიზარდა? ხახნო, მიდი 150,000 ხმა ვიღეთ და ბოლოს ავიღეთ 600,000 ხმა, იმიტომ რომ ხალხმა სწორი ანალიზი გააკეთა და მიდგომები შეცვალა საკითხისადმი და გვაპატია და ჩვენი ამოცანაა რომ კიდევ უფრო გაზარდოთ ხარდაჭერა. ეხლა ნიკა მე დიდწილად ამაში ვაღიარებ ქართულმა ოცნებამ ხელი მათმა მამლებლობამ და უსუსურობამ და არაფერს კეთებამ გარდა ფულისა საკუთარი ჯიბის გამდიდრებისა ხალხს აფიქრებია რომ ისევ ჯობია აი განახლებული წინა ხელისუფლება ნაციონალიზმის საკითხი ვიდრე ეს კაცი ჭამიები და ბიუჯეტი ჭამია თქვენ ეხლა და საერთოდ ქართულ მეც ეს ასეა აი დამთავრებ ეთერს ქართული ოცნება რო ყოფილიყო ვაღიარებ რა გაგერეთი ჩვენ ხო გენიკიდება ქართულ ოცნებას თუნდაც 10% იმ დაპირებებისა რომ შეესრულებენ ამ დაპირდა ძეგს დაუდგამთ უპირობო პოლიტიკური ელექტორალური თვალსაზრისით ძალა იქნებოდა გეთახმები მეც გეტყვი შულერები აღმოჩნდნენ თაღლითები აღმოჩნდნენ და ვიგოდნიკები არიან ფეხებზე კიდეც საქართველოს ერთს გეუნები ნიკუშა და მეგულსფერი ვარა სხვა ჩინელები უფრო ჭკვიანები არიან ჩვენ და ვიუბადოთ ჩინელებს 60% კარგი აკეთაო მოუზრუნო 40-ო ცუდიო ქემაის კლასიფიკაცია გააკეთეთ თქვენ მოგიწევთ 600,000 ხმა მიიღეთ 1,500,000 ან 1,300,000 გვჭირდება რომ ეს ტარტარული 1,100,000 კი ბატონო მე მინდა ტრიუმფით ერთად ოპოზიცია და მეორე ტურში არჩევნებში რომელიც არაფერს არ წყვეტდა გეთახმები ხო და ეხლა ბევრი მოვა და მე გამიხარდება თუ სახელს შეიცვლი და ეროვნული გახდებით ძალიან გამიხარდება თუ ყველა სხვანაირად შეხედავს მოვლენებს ძალიან გამიხარდება თუ კი უფრო და უფრო იცი აი თამამად შეუტიეთ თქვენს წარსულს თქვით რა მივქარეთ შევს ბოროტება გამოგვივიდა აღარ მოხდება ეს არანტიები გვინდა არა ნიკო შეხლა შეხლა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გეტყვით ეხლა თქვენ უნდა გვასწრებდეთ ჩვენ საუბარ ჟურნალისტებს კაც უნდა გეთქვათ უნდა თქვათ აი ამაში საზიზღრობა იყო გულისამრები იყო ცემატყეპები რაღაცები დაიწყებთ გამიჯერეთ 1,500,000 კაცი წავა წინააღმდეგი ამ გოცების ბატონო თუ აი 30 წამი არ ყოფილა ეთერი თქვენს გადაცემაში რომელიც არ გამომიყენებია ამ თემაზე საუბარი. ყველას თამამად შენსაუბარი. არა მხოლოდ მე, გასაგებია, უბრალოდ ამ გადმოსახედიდან ეხა მუდმივად საუბარი იმაზე სადღაც არავინ არ საუბრობთ ხა. როდესაც აგერ სხვილწინ აკეთებს საოცრებას საშინელებებს აკეთებს. წარმოუდგენთ, თუმცა გეთახმებით ამაზე ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში მოგვიწევს საუბარი. ჩვენ აუცილებლად წარუდგებით წინასაარჩევნო კამპანიაში ჩრდილოვანი კაბინეტით. გულისხმობ ქვეყნის მოსახლეობას ეწოდინება გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში რომელ უწყებას რომელი ადამიანი ჩაიბარებს და ეს ადამიანი მთელი 4-5 თვით ადრე უნდა აპარებდეს კომუნიკაცია საზოგადოებას. თქვენ უნდა იცოდეთ ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, შიდა გასაკვეთთა მინისტრობის კანდიდატი და ბუნებრივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც. ეს რაც არ გაგვიკეთებია არასოდეს და თითოეულ მათგანს ამ ყველაფერზე თავთავიანთ ასე ვთქვათ სფეროზე საუბრისას მოუწევს საუბარი როგორც მომავალზე, როგორც პროგრესზე, ასევე წარსულზე. მადლობა ნიკა. მადლობა. კარგი მოსაუბრე ხარ, დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და მე ვფიქრობ ხალხო გულწრფელად გეუბნებით გუში რაც მოხდა იმის შემდეგ საქართველოს სხვანაირი გახდება. აი ისევე როგორც 20 ივნისის აი მასობრივმა ახალგაზრდულმა
აი მან რა ქვია რისხვა, მაგრამ შეცვალა საქართველოს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ საქართველოს შეცვლილია დღეს. აი მართლა შეცვლილია და გუშინ აი მართლა ილუსტრაცია მოხდა. არავითარი დენსეოპინები ეგენი არ არიან. ერთი კარიერის და უბედური ხალხი არის და რაც მალე წავლენ ამ ხელისუფლებიდან ქვეყანას ეშველება. მე ესე ვფიქრობ და უშე კიდე გუშინ დღეს ასმარაგან ახსენეთ, ხო გაირკვა რომ არანაირი არჩევნებით ბატონი არ აპირებდა, ხო? არეულობას აპირებდა 2012-შივე. ბატონი ივანიშვილი ხო თქვა ბატონმა წინა მისმა თანაგუნდელმა რა გვარია ბატონმა კვაჭანტირაძემ. ამიტომ მისი ბუნება და მისი ხასიათი ყველა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა გააცნო საზოგადოებას უკეთ. გაიშიფრნენ ბევრი და მახარებს ნიკა რომ ჩემი სტუმარი ხარ. მეც დიდი მადლობა. პირიქით ძალიან გამიხარდი რომ მე სტუმრე და მადლობა ეს ჩემთვის მართლა კარგი არის რომ შენ მოხვედი და აი ამ პროკურორამ ცოტა ენა დაიმოკლოს რა. ამბისაც დავიდაანებეთ იმ იმასაც რა ქვია მამუკასაც დავიდაანებეთ და ცოტა აზე მოდით. მის ღერი თუ ჩამომივარდება. იგო თავიდან ბატონი დავითი მაგი არ იქნება დასათვლელად ძნელი მაგრამ მე გირჩევთ რა ხალხო აი დამიჯერეთ რა ძალიან ბევრს წააგებთ ენის ჭარტას თუ არ შეეშვებით. გემშვიდობებით ხვალამდე კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.